თეთრმა სახმა დღეს ოფიციალურად დაადასტურა თავისი პოლიტიკის სრული შემოbrunება უკრაინის მიმართ, ხოლო ამერიკის შეერთებული შტატების ფინანსთა სამინისტრომ რუსეთის ნავთობის წინააღმდეგ ყველა სანქცია აღადგინა. დონალდ ტრამპის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ რუსები თავხედურად იტყუებიან ტრამპსა და პუტინს შორის ალასკაზე თითქოს და მიღწეულ შეთანხმებებზე. დღეს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა მოულოდნელად აღიარა, რომ კი რუსეთი თითქმის მთელი წლის განმავლობაში ყველას ატყუებდა, როცა ანკორიჩი თითქოს და დადებულ შეთანხმებაზე ყვებოდა. და დღეს ლავროვი აცხადებს, რომ აშშ-ში სახელმწიფო მდივნის მარკო რუბიოს სიტყვები იმის შესახებ, რომ პუტინსა და ტრამპს შორის ალასკაზე შეხვედრისას არანაირი შეთანხმება არ მიღწეულა, საჭიროებს განმარტებას. რადგან კრემლში უარს ამბობენ იმის დაჯერებაზე, რომ აშშ-ო მათგანბეი turned. მანამდე საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ ოფიციალურ დონეზე ვაშინგტონის პოზიცია შეიცვალა რუსეთის ომში უკრაინის წინააღმდეგ. ტრამპმა უარი თქვა ნეიტრალური შუამავლის როლზე და თავი უკრაინის მხარდამჭერად გამოაცხადა. და დღეს აშშ-ის ფინანსთა სამინისტრომ აღადგინა ყველა სანქცია რუსეთის ნავთობის წინააღმდეგ, რომლებიც მოქმედებდა ახლო აღმოსავლეთში ომამდე. ნიშნულოვანია, რომ ტრამპის ასეთი შემოbrunება სწორედ ეხლა ხდება ნატოს სამიტის წინ. ამაზე ალიანსის გენერალურმა მდივანმა მარკ რუტემ დაადასტურა, რომ ანკარაში 7 და 8 ივლისს დაგეგმილ სამიტზე ყველა წევრი გამოაცხადებს რაღაცას, რისაც ძალიან ეშინია კრემლის ხელმძღვანელს ვლადიმირ პუტინს. მაგალითად, წინა გამოშვებიდან. უკვე იცით, რომ ნატოს წევრების გადახდების წყალობით უკრაინის სამხედრო ბიუჯეტი წელს რუსეთის სამხედრო ბიუჯეტს გაუტოლდა. და ძალიან რთული წარმოსადგენი იყო სულ რამდენიმე წლის წინ. და ამ ფონზე პროვოენურად განწყობილი ია სტრებანოკი მოუწოდებს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს აშშ-ში შუამავლობით დიპლომატიის დასრულებისა და უკრაინაში ესკალაციის დაწყებისკენ, როგორც პასუხი უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ რუსეთისთვის მიყენებულ ტკივნეულ დარტყმებზე. ბირთვული იარაღის გამოყენებამდეც კი. თითქოს უკვე დასაკარგი აღარაფერი დარჩა. ამ დროს კი ყირიმში ოფიციალურად გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა, ხოლო ყირიმიდან კერჩის ხიდის გავლით გასვლის რიგი უკვე დაახლოებით 2500 ავტომობილს იტრის. ხოლო ყირიმში შესვლაზე რატომღაც რიგები არ არის. მე მქვია ალექსეი პეჩი, მოდით ერთად განვიხილოთ ეს თემა, მაგრამ სანამ დავიწყებთ, გთხოვთ გამოიწეროთ არხი, მოიწონოთ ეს გამოშვება და დაწეროთ ნებისმიერი კომენტარი ამ ვიდეოს ქვეშ. გარდა ამისა, გამოიწერეთ ჩემი ტელეგრამ არხი Pechi News-ი. ბული მასზე მოცემულია ამ ვიდეოს აღწერაში. იქ ჩვენ ვაქვეყნებთ ოპერატიულ სიახლეებს მათი მიღებისთანავე. ეს იყო პრეამბულა. ეხლა კი მოდით დეტალურად გავერკვეთ ყველაფერში. მოკლედ, კრემლის ხელმძღვანელობა ვერაფრით ვერ მოდის გონს შოკის შემდეგ, მას შემდეგ, რაც ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და პირადად დონალდ ტრამპმა დაიწყეს თავიანთი მკვეთრი შემოტრიალება უკრაინისკენ. ამასთან მოსკოვში ყველაზე თავცხელები უკვე ისეთ სასოწარკვეთილებაში არიან, რომ პუტინისგან მოითხოვენ უკრაინაზე ბირთვული იარაღით დარტყმას და მერე რაც იქნება, იყოს თითქოს უარესად მაინც აღარ იქნება. მოდით ქრონოლოგიურად გავარკვიოთ ეს სიტუაცია. ვინ ტყუის, ვინ არ ტყუის და როგორ ატყუებდნენ რუსები თითქმის 1 წლის განმავლობაში ყველას, როცა ყვებოდნენ რაღაც შეთანხმებებზე ანკორიჩში. ხუთშაბათს 25 ივნისს საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა მნიშვნელოვანი განცხადება გააკეთა ვაშინგტონის ოფიციალური პოზიციის ცვლილებასთან დაკავშირებით რუსეთის ომზე უკრაინის წინააღმდეგ. და აი მაკრონის თქმით შეერთებულმა შტატებმა პირველად დაამტკიცეს დოკუმენტის ტექსტი, რომელიც აუქმებს მათ ნეიტრალური შუამავლის სტატუსს და აფიქსირებს უკრაინის სახელმწიფოს სრულ მხარდაჭერას. მან განაცხადა, რომ ამ მომენტიდან შეერთებული შტატები აწევს ხელს იმას, რომ ისინი აღარ არიან ნეიტრალური შუამავალი უკრაინასა და რუსეთს შორის. არა, ისინი მკაფიოდ იკავებენ კონკრეტულ მხარეს, ანუ უკრაინის მხარეს. პოლიტიკური დეკლარაციის გარდა, ახალი დოკუმენტი, ანუ დიდი შვიდეულის სამიტის საბოლოო დოკუმენტი, ადასტურებს ამერიკული დახმარების კონკრეტულ მიმართულებას. შეერთებული შტატები ირებს ვალდებულებას გააგრძელოს კიევის სამხედრო და ენერგეტიკული მხარდაჭერა და გააძლიეროს სანქციური ზეწოლა რუსეთის მიმართ. მაგრამ ობიექტურად რო ვთქვა, როდესაც შეერთებული შტატების პოზიციის ცვლილებაზე საუბრობს საფრანგეთის პრეზიდენტი ან ნებისმიერი სხვა ქვეყნის ლიდერი, ასეთ დასკვნებში რა თქმა უნდა შეიძლება ეჭვი შეგვეპაროს. მაგრამ დღეს ვაშინგტონმა მხოლოდ დაამტკიცა, რომ მაკრონი მართალი იყო და არ მოუტყუებია. ამერიკის ნავთობის სანქციები რუსეთის წინააღმდეგ დღევანდელი დღიდან კვლავ ამოქმენდა. გამონაკლისების ვადის ამოწურვის შემდეგ, რომლებიც ოფიციალურმა ვაშინგტონმა დროებით შემოიღო ჰორმუზის სრუტის სიტუაციის გამო, ეხლა ისინი გაუქმებულია და ყველაფერი დასრულდა. და ისევ ამერიკის ყველა სანქცია რუსეთის ნავთობის წინააღმდეგ დაბრუნდა. გარდა ამისა, რუსეთის ნავთობის ფასები მკვეთრად დაეცა, უკვე $50 დაბალია ბარელზე.
და შესაბამისად აი ეს შესაძლებლობების ფანჯარა რუსებისთვის დაიხურა. გახსენებთ, რომ მიმდინარე წლის 12 მარტს აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს უცხოური აქტივების კონტროლის ოფისმა გასცა General License, გენერალური ლიცენზია, რომელიც რუსული ნავთობისა და ნავთობპროდუქტების მიწოდებასა და გაყიდვას ნებართვას აძლევდა. აშშ-ის ხელისუფლებამ ეს ნებართვა გასცა ნავთობის მიწოდების დეფიციტისა და მაღალი ფასების შემსუბუქების მცდელობის ფარგლებში, რაც ირანის მიერ ჰორმუზის სრუტის გადაკეტონ გამოიწვია. შემდეგ დონალდ ტრამპმა რამდენჯერმე გაახანგრძლივა სანქციების მოხსნა, მაგრამ ეხლა ეს საჭირო აღარ არის და რუსეთის წინააღმდეგ ყველა სანქციას სრულად აღდგა. ასე რომ პუტინისთვის ეს ზეიმი დიდხანს არ გრძელდა. მაგრამ ნამდვილი ისტერიკა კრემლში გამოიწვია აშშ-ში სახელმწიფო მდივნის მარკო რუბიოს განცხადებამ. მან განაცხადა, რომ ვლადიმირ პუტინსა და დონალდ ტრამპს შორის ანკორიჯში შეთანხმებები, რომელთა შესახებაც არაერთხელ განაცხადეს რუსმა ჩინოვნიკებმა, რეალურად არასოდეს არსებობდა. ხოლო რუსები ცინიკურად იტყუებოდნენ და კვლავაც აგრძელებენ ტყუილს. გასული წლის აგვისტოში ალასკაზე, სადაც რუსეთის პრეზიდენტი პირველად შეხვდა ამერიკის პრეზიდენტს, რუსეთის ომის დაწყების შემდეგ უკრაინის წინააღმდეგ რუბიოს თქმით მხოლოდ წინადადებები გამოითქვა. ციტატა: ალასკაზე არანაირი შეთანხმება არ ყოფილა. მხოლოდ წინადადება იყო, მაგრამ შეთანხმებას ვერ მიაღწიეს. თითქოს თავად განსაჯეთ, რომ შეთანხმება რომ ყოფილიყო, ომი უკვე დიდი ხნის წინ დასრულდებოდა, რაც აშკარა. ნიშნავენია გვახსოვდეს, რომ თავად კრემლს არასდროს დაუკონკრეტებია ზუსტად რა შეთანხმებებს მიაღწიეს ალასკაზე და რას ეძახდა კრემლი ანკორიჯის სულს. თუმცა წყაროები ამტკიცებდნენ, რომ ვლადიმირ პუტინი მიიჩნევდა თითქოს ტრამპი თანახმა იყო უკრაინას სრულად დაეთმო დონბასი, მათ შორის დონეცკის ოლქი, რომელიც მხოლოდ 80%-საც კვლავ აკონტროლებს რუსეთის ფედერაციის არმია. Washington Post-ის წყაროს თქმით, ანკორიჯში ვლადიმირ პუტინი ითხოვდა რუსეთის კონტროლქვეშ გადასულიყო უკრაინის ყველა 4 ოლქი, რომელიც კრემლმა 2022 წელს მიიერთა. მოგვიანებით მან შეამსუბუქა მოთხოვნები და თითქოს მზადყოფნასაც კი გამოხატავდა ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქების ნაწილებზე უარის თქმისთვის. შემდეგ კი საუბრობდა ტერიტორიების გაცვლაზე. ეს მართლაც განიხილებოდა და უნდა ვაღიაროთ, რომ ამერიკელები სხვათა შორის არ უარყოფენ ამ ფაქტს, რომ ასეთი სცენარი ალასკაზე მართლაც განიხილებოდა. და აი დღეს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა აღიარა, რომ დიახ, მართლა ალასკაზე არანაირი შეთანხმება არ ყოფილა. იყო მხოლოდ დონალდ ტრამპისა და ვლადიმირ პუტინის საუბარი, მეტი არაფერი. და ეს ყველა განცხადება ანკორიჯის სულის შესახებ უბრალოდ ცარიელი სიტყვებია თვალის ასახვევად. და დღეს ლავროვი ამას ყველაფერს აღიარებს. სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მარკ რუბიოს სიტყვები იმის შესახებ, რომ პუტინსა და ტრამპს შორის ალასკაზე შეხვედრისას არანაირი შეთანხმება არ მიღწეულა, საჭიროებს განმარტებას. ლავროვის ვერსიით, ანკორიჯში, სადაც ამერიკისა და რუსეთის პრეზიდენტები პირველად შეხვდნენ ომის დაწყების შემდეგ, აშშ-მ თითქოს და მაგიდაზე დადო თავისი წინადადებები ომის დარეგულირებისთვის, ხოლო ვლადიმირ პუტინი მათ დაეთანხმა. აი რუსების ენაზე ეს უკვე შეთანხმება. თითქოს მანამდე სტივენ ვიტკომმა რაღაცა მშვიდობიანი წინადადებები ჩამოიტანა მოსკოვში და შემდეგ ჩავიდა ალასკაზე, რომ დონალდ ტრამპთან შეეთანხმებინა ისინი. და აი თავად სერგეი ლავროვიც აღიარებს, რომ კი, ანკორიჯში პუტინმა და ტრამპმა მხოლოდ ზეპირად განიხილეს ის წინადადებები, რომლებიც სტივენ ვიტკომმა გააჟღერა და ამით ყველაფერი დასრულდა. საბოლოოდ შეთანხმება არ ყოფილა. შემდეგ სრულ ციტატას მოვიყვან სერგეი ლავროვისგან და კაგრად მოусმინეთ მას. აშშ-ში სახელმწიფო მდივანმა რუბიომ განაცხადა, რომ ალასკაზე მხოლოდ წინადადებები იყო, ხოლო უკრაინაში დარეგულირების შესახებ შეთანხმებები არ ყოფილა. ამიტომ თითქოს გაუგებარია, რატომ ღელავს ასე მოსკოვი. საქმე იმაშია, რომ თუ სრულ-სრულად შევხედავთ ალასკაზე შეხვედრამდე რამდენიმე დრით ადრე, მოსკოვში იმყოფებოდა აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი სტივენ ვიტკოვი, რომელმაც სწორედ ის წინადადებები ჩამოიტანა პრეზიდენტ დონალდ ტრამპისგან. ჩვენ მათზე მუშაობა დავიწყეთ. რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ალასკაზე შეხვედრაზე თავისი რეაქციის გამოთქმას დაპირდა. როგორც ჩანს, სწორედ იმ წინადადებებზე, რომლებიც სტივენ ვიტკოვმა მოსკოვში ჩამოიტანა. უკვე ანკორიჯში, როდესაც ორი პრეზიდენტი მოლაპარაკებების მაგიდასთან დასხდნენ, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა სტივენ ვიტკოვს შეხედა, რომელიც ასევე ესწრებოდა შეხვედრას და ამერიკული წინადადებები პუნქტობრივად ჩამოთვალა.
ყოველი პუნქტის შემდეგ ვლადიმერ პუტინი დონალდ ტრამპისა და სახელმწიფო მდივან მარკ რუბიოს თანდასწრებით სვამდა კითხვას სტივენ ვიტკოვთან. სწორად გადმოეცი თუ არა ის იდეები, რომლებიც მან მოსკოვში ჩამოიტანა ანკორიჯის შეხვედრის წინადრეს. ყოველ კითხვაზე სტივენ ვიტკოვი დადებითად პასუხობდა, ანუ დიახ, სწორედ ამას თავაზობდი. ამიტომ, როდესაც ჩემი კოლეგა მარკო რუბიო ამბობს, რომ ალასკაზე მხოლოდ წინადადებები იყო და შეთანხმება არ ყოფილა, ჩემთვის ჩნდება კითხვა იმასთან დაკავშირებით, რას გულისხმობ შეთანხმებაში. თუ ერთი მხარე, ამ შემთხვევაში ამერიკის შეერთებული შტატები, დადებს დარეგულირების წინადადებებს, თუ როგორ მიუდგეთ ამ კრიზისს, ხოლო მეორე მხარე ამ წინადადებებთან თანხმობას გამოხატავს. ამ შემთხვევაში ლავროვი იწყებს მანიპულირებას. იმის ხარ, რომ თანხმობა არ ყოფილა, ცოტა არადამაჯერებლად ჟღერს. მინდა აღნიშნო, რომ თანხმობა და შეთანხმება დიპლომატიურ ენაზე ორი სრულიად განსხვავებული არგუმენტია და მათი ერთმანეთთან გათანაბრება არ შეიძლება. რადგან შეთანხმება დოკუმენტია, თანხმობა კი უბრალოდ თავის დაქნევაა. ესეც თანხმობაა ფაქტობრივად. და აი სერგეი ლავროვი იწყებს ძალიან ოსტატურად მანიპულირებას ამ სიტყვებით. გავაგზავნებ ციტირებას. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკ რუბიომ ასევე განაცხადა ეხლა აღმოსავლეთში ერთ-ერთ ღონისძიებაზე, რომ შეერთებული შტატები მზად არის გადადგას ნაბიჯი წინ და შეასრულოს კონსტრუქციული როლი, თუ მათ ამის შესაძლებლობა ექნებათ. როგორც ამბობენ, მხარეების გაერთიანება და ამ ომის დასრულება. ეს არის ის, რასაც აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი 1 წლისა და ნახევრის განმავლობაში ცდილობდა. ალბათ ეს ყველაფერი შეიძლება ჩაითვალოს იმის დადასტურებად, რომ ალასკაზე იყო ამერიკული წინადადებები, რომლებიც ჩვენ მივიღეთ. მაგრამ ციტატა, რომელიც ახლახან მოვიყვანე, უკვე სხვა კუთხით აჩენს კითხვას, ამბობს ლავროვი. გულისხმობს სახელმწიფო მდივან მარკ რუბიოს ბოლო გამოსვლას კონგრესის მოსმენებზე, როდესაც მან განაცხადა, რომ აშშ ვერ იქნება შუამავალი, რადგან მხარს უჭერს უკრაინას. როდესაც ახლა ისმის ინტერესი იმაში, რომ შეერთებულმა შტატებმა კონსტრუქციული როლი შეასრულოს, მხარეები გააერთიანოს, ეს უკვე შუამავლობის პრეტენზიას ჰგავს. რა თქმა უნდა, აუცილებელია ამ სიტუაციაში სიცხადის შეტანა, მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება, ამბობს ლავროვი. ალასკაზე განიხილეს შეერთებული შტატების წინადადებები, რომლებიც რუსეთის მხარე მიიღო. თუ ლავროვის ამ დიდ ციტატას ადამიანურ ენაზე თარგმნით, მან აღიარა, რომ დიახ, არანაირი შეთანხმება არ ყოფილა. იყო სტივენ ვიტკოვის წინადადებები. ვლადიმერ პუტინი იჯდა და კითხულობდა მათ, ტრამპს. შემდეგ ვიტკოს უყურებდა და ეკითხებოდა, სწორად ამბობ? ვიტკოვი პასუხობდა, სწორად. და პუტინი ამბობდა, პრინციპში ცუდი არ არის შეთანხმები. მოდით დავაფიქსიროთ. რუსები თითქმის 1 წლის განმავლობაში ხვებოდნენ ტრამპსა და პუტინს შორის თითქოს და ალასკაზე მიღწეულ შეთანხმებაზე. სინამდვილეში კი და ეს ახლახან დაადასტურა ლავროვმა, მოხდა შემდეგი. დონალდ ტრამპმა ვიტკოვის მეშვეობით გააჟღერა თავისი ხედვა ომის დასრულების შესახებ. მელოდი დიქტატორი ვლადიმერ პუტინი ამაზე დათანხმდა და უბრალოდ თავს უქრერდა. ეს ყველაფერია. ისევ, ლავროვის თქმით ეს მხოლოდ სიტყვიერად მოხდა. არც ერთი დოკუმენტი, თუნდაც უბრალო კომუნიკე ან განზრახულების მემორანდუმი ხელმოწერილი არ ყოფილა. არც ერთი დოკუმენტი ხელმოწერილი არ ყოფილა. შესაბამისად, როგორც დოკუმენტი, არანაირი შეთანხმება არ არსებობდა. იყო მხოლოდ ჰიპოთეტური სცენარის განხილვა და ამ სცენართან შეთანხმება. და ეს საბოლოოდ აღიარეს კრემლშიც. მაგრამ აქ ასევე მნიშვნელოვანია გავიგოთ ეგრეთ წოდებული რუსების დიპლომატიის სპეციფიკა, რომელიც უკვე მრავალი წელია არსებობს. გახსოვთ ვლადიმერ პუტინისა და მისი მთელი გუნდის ხმამაღალი ყვირილი იმის შესახებ, თითქოს 1990-იან წლების დასაწყისში ამერიკელებმა რუსეთს მისცეს ვალდებულება, რომ ნატო აღმოსავლეთით არ გაფართოვდებოდა. და შემდეგ რუსები მოატყუეს და მაინც გააფართოვეს ჩრდილოატლანტიკური ალიანსი სად? აღმოსავლეთით. აი ესე. ბუნებაში არ არსებობს არც ერთი შეთანხმება, არც ერთი დეკლარაცია, არც ერთი მემორანდუმი განზრახვების შესახებ, რომელიც ასეთ ვალდებულებებს ნატოს აგისრებდა. ნატოს არც ერთ იურიდიულ დოკუმენტში არასოდეს დაუდია პირობა, რომ აღმოსავლეთით არ გაფართოვდებოდა. მაგრამ კითხვა ისმის, მაშინ საიდან გაჩნდა ეს საუბრები? აი ესე ობიექტურად დასავლური მხარე აღიარებს, რომ ზეპირი დაპირებების საუბარში კულუარებში მართლაც იყო, მაგრამ ოფიციალურად ხაზს უსვამენ, რომ ისინი არ იყო გაფორმებული იურიდიულად სავალდებულო საერთაშორისო ხელშეკრულებად. და სწორედ ასე მუშაობს დიპლომატია. არა სიტყვებით, არა ხელის ჩამორთმევით, არამედ დოკუმენტში დაფიქსირებით. გარდა ამისა, ეს განხილვები მიმდინარეობდა გერმანიის გაერთიანების გარშემო და არა ყოფილი ვარშავის ხელშეკრულების ქვეყნების
გეოპოლიტიკურ გაწევრიანებაზე. რუსები ამ საკითხში მიმართავენ ჯეიმს ბეიკერის სიტყვიერ განცხადებას, რომელიც მან მიხეილ გორბაჩოვთან შეხვედრაზე გააკეთა 1990 წლის თებერვალში, გერმანიის გაერთიანების შესახებ მოლაპარაკების კონტექსტში. და სწორედ იქ მართლაც გაჟრევდა ფრაზა იმის შესახებ, რომ ისინი არ აპირებდნენ აღმოსავლეთ ნაწილში შესვლას. აი ახლა რუსები ცდილობენ ვლადიმირ პუტინსა და დონალდ ტრამპს შორის სიტყვიერი საუბარი წარმოაჩინონ, როგორც რაიმე იურიდიულად სავალდებულო შეთანხმება. მაგრამ ეს მხოლოდ საუბარი იყო, მეტი არაფერი. კიდევ ერთხელ უსვამ ხაზს, არც კი იყო ხელმოწერილი მემორანდუმი განზრახვების შესახებ. საერთოდ არაფერი. და ლავროვი დღეს აღიარებს, ამბობს, ხო, მათ შესთავაზეს, პუტინი დათანხმდა. მაგრამ თვითონ ლავროვიც კი, როცა ცდილობს ამ ცნებებით მანიპულირებას, ადასტურებს, რომ დიახ, შეთანხმება არ ყოფილა. აქაც ადასტურებს, რომ ვლადიმირ პუტინი ისევ მოატყუეს და გადააგდეს. ამ ფონზე როიტერსი წერს, რომ საუბარია ომის მომხრედ განწყობილ ქორებზე. მოწოდებენ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს. დაასრულოს ეს დიპლომატია აშშ-ის შუამავლობით და დაიწყოს ესკალაცია უკრაინაში, როგორც პასუხი უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ რუსეთზე მიყენებულ ტკივნეულ დარტყმებზე. ამ ქორების აზრით, როგორც აღნიშნავს სააგენტო როიტერსი, ვაშინგტონმა დაარღვია თავის დაპირება, რომ ომი კრემლისთვის სასარგებლო პირობებზე დასრულდებოდა. ანუ რუსები მართლაც ჯეროდათ, რომ თუ ტრამპი სიტყვიერად ეუბნებოდა მე დაგეხმარებითო, ამას ისინი შეთანხმება დაღიქვამდნენ, მართლა ასე იყო. მაგრამ კაცრი ნაბიჯებისკენ მოწოდებები სიანდვილეში არ არის უცხო. რუსეთში ომის მომხრე ხმები მანამდეც ითხოვდნენ ახალი მობილიზაციის ჩატარებას, ევროპულ სამხედრო ქარხმებზე დარტყმას და თუნდაც ტაქტიკური ბირთვული იარაღის გამოყენებას. მაგრამ ეს მოთხოვნები კვლავ გაძლიერდა და გამწვავდა უკრაინელი სამხედროების შორ მანძილზე განხორციელებული დარტყმების სერიის შემდეგ, რომლებმაც შეეხო ყირიმს და მოსკოვს, გამოიწვია ქვეყანაში უმძიმესი ბენზინის კრიზისი და აიძულა ყირიმის ხელისუფლება გამოეცხადებინა ნახევარკუნძულზე საგანგებო მდგომარეობა ტურისტული სეზონის პიკში. ამასაც მალე მიუბრუნდებით. და აქ მოსკოვში არსებული პრომილიტარისტული განწყობების საილუსტრაციოდ მოვიყვანე ერთ-ერთი ისტერიული ტელეკომპანია TV-ს მფლობელის ციტატას, ცარიგრადი კონსტანტინე მალაფეევის და მან შემდეგი განაცხადა: რა უნდა მოხდეს კიდევ, სანამ ჩვენ მარფლა არ ვიომოთ? ომი ნიშნავს გამარჯვებას ნებისმიერ ფასად. რატომ არ ვიყენებთ ბირთვული იარაღს, რომელიც ჩვენმა ციგაფრებმა სწორედ ამ მიზნისთვის შეიმუშავეს და დააგროვეს? მოусმინეთ, ხომ გესმით ეს ტონი? ანუ მალაფეევი ისევ ამ სისულელეს ამბობს, რომ ჩვენ ჯერ კიდევ ომი არ დაგვიწყია. ეს ჯერ ნამდვილი არ არის. ხო და ეს ნამდვილი არ არის. ეს მომ სპეციალური სამხედრო ოპერაცია. რატომ იყენებენ უცებ სიტყვა ომს? და ეხლა ბირთვული იარაღი დარტყმის სურვილთა ახალი ტალღა ამბოხდა. რადგან ფიქრობენ, რომ პეტერბურგელი ლოხი ვლადიმირ პუტინი ისევ მოატყუეს და გადააგდეს. ამობენ თითქოს დონალდ ტრამპმა დაარღვია რაღაც ჯენტლმენური შეთანხმება, რომელიც ალასკაზე დაიდო. მაგრამ აქ კითხვა ისმის, პუტინს კიდევ რით შეუძლია დარტყმა ბირთვული იარაღის გარდა, რასაც სხვადასხვა ის არაზრუს გააკეთებს. ამასობაში კი ყირიმი ნელ-ნელა ტოვებს რუსეთის ორბიტას. რუსეთის მიერ დანიშნულმა ხელისუფლებამ, ეგრეთ წოდებული ანექსირებული ყირიმისა და სევასტოპოლის ხელისუფლებამ დღეს ოფიციალურად გამოაცხადა საგანგებო სიტუაციის რეჟიმის შემოღება ნახევარკუნძულზე. ეს ნიშნავს, რომ ყირიმის რესპუბლიკაში საგანგებო სიტუაციის რეჟიმი შემოდის. გმირი, ქალაქ სევასტოპოლში და ყირიმის რესპუბლიკაში საგანგებო ხასიათის სიტუაციას ვაცხადებთ და როგორც რესპუბლიკაში, ისე ქალაქში რეგიონული დონის საგანგებო სიტუაციის რეჟიმს ვაწესებთ. მაგრამ საწვავის მდგომარეობა ყველაზე რთულია. მინდა ვთქვა, რომ დღეს მიიღება ზომები და პრეზიდენტის დავალებითაც საკმარისი იმისთვის, რომ ეს საკითხი გადაწყდეს. ზუსტ დროს ახლა ვერ გეტყვით და ღონისძიებების გეგმას საჯაროდ ვერ გავახმოვანებ. თუმცა ჩვენ მოქმედებთ არავიზის უკმად. რაც შეეხება ელექტროენერგიის გათიშვებს, სამწუხაროდ მთრის უფიმოთო აპარატების თავდასხმების გათვალისწინებით ყველასთვის მისაღები გრაფიკის შენარჩუნება შეუძლებელია. ხშირად, თითქოს ის გრაფიკები, რომლებიც ქვეყნდება, არ ემთხვევა რეალობას. კიდევ ერთხელ ვამბობ, ამ რთულ დროს ერთად გავივით. ეს მარტივი არ არის, ესეთი რამ არასდროს ყოფილა. ოფიციალურად საგანგებო მდგომარეობა ყირიმში ამოქმედდა 26 ივნისს მოსკოვის დროით 13:00 საათიდან. და გაგრძელდება მდგომარეობის გაუმჯობესებამდე. ამ რეჟიმის მოქმედების პერიოდში ყირიმის ხელისუფლებას აქვს უფლება შეზღუდოს გადაადგილების თავისუფლება, შეაჩეროს საწარმოების მუშაობა და ჩაატაროს იძულებითი ევაკუაცია მოსახლეობის. მანამდე უკრაინის ხელისუფლებამ დაანონსა ყირიმის იზოლაცია რუსეთისგან და ნახევარკუნძულის კუნძულად გადაქცევა.
ამისთვის უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა უპილოტო აპარატების დახმარებით ჯერ ფაქტობრივი კონტროლი დაამყარეს ფედერალურ გზაზე რე-280, რომელსაც რუსები ნოვოროსიას უწოდებენ და რომელიც როსტოვის ოლქს აკავშირებს ანექსირებულ ყირიმთან ოკუპირებული უკრაინული ტერიტორიების გავლით. შედეგად ნახევარკუნძულზე საწვავის დეფიციტი წარმოიშვა, რომელიც ივნისის შუა რიცხვებში კიდევ უფრო გამწოდა, როცა ავტოგასამართ სადგურებზე უბრალოდ შეწყვიტეს ბენზინისა და დიზელის გაყიდვა ჩვეულებრივი მოსახლეობისთვის. დიახ, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ყირიმში ჩვეულებრივი ადამიანები ფიზიკურად ვერ ყიდულობენ ბენზინს. ამასობაში უკრაინული დრონების უწყვეტი თავდასხმების, ელექტროენერგიის მასობრივი გათიშვების, საწვავის არარსებობის ფონზე ყირიმში და რუსეთისთან სარკინიგზო კავშირის შეზღუდვის პირობებში. ქერჩის ხიდთან მისასვლელთან ყირიმის ნახევარკუნძულის მხრიდან უკვე თითქმის 2500 მანქანის რიგი შეიქმნა. უბრალოდ აღნიშნავ, რომ 2 დღის წინ იქ 650 მანქანის რიგი იყო. ეხლა კი უკვე 2500. ეს მიუთითებს იმაზე, რომ ყირიმიდან გაქცევის მსურველთა რაოდენობა მუდმივად იზრდება. სხვადასხვა ყირიმში შესვლაზე ყირიმის ხიდზე სრული სიმშვიდეა. მსურველები თითქმის არ არიან. უცნაურია რატო? აქ მრავალ წერტილს დავსვამ. თქვენი აზრები და დასვენები კომენტარებში დაწერეთ ამ გამოშვების ქვეშ. გამოიწერეთ არხი, დააჭირეთ ზარისღილაკს და არ დაგავიწყდეთ ლაიქის დაჭერა. თუ გსურთ ამ YouTube არხის მუშაობის მხარდაჭერა, ამისთვის მადლიერი ვიქნები. ამას შეძლებთ ნებისმიერი შემოწირულობის საშუალებით, ბმულებითა და რეკვიზიტებით, რომლებიც მითითებულია ამ ვიდეოს აღწერაში. და იქვეა სხვათა შორის ბული ჩვენს დახურულ საზოგადოებაზე, Pitch Inside პლატფორმა Patreon-ზე, სადაც ჩვენ თქვენთან ერთად განვიხილავთ სხვადასხვა თემებს, რომლებიც აქ YouTube-ზე არ გამოდის. და იქვე მე ვპასუხობ თქვენს პირად კითხვებზე. ასე რომ გადადით, გამოიწერეთ, დაუჭერეთ ხარი ამ არხს, ამისთვის მადლიერი ვიქნები. ამით ყველაფერი დასრულდა, იზრუნეთ საკუთარ თავზე, ყველას მშვიდობით.